თაფლობისთვის ბოლო გაჩერება და დაბადების დღის საჩუქარი იყო ლუგანო, სადაც არ ვიცოდი რომ მოვიდოდი და ძალიან გამიხარდა როცა გავიგებ. ეს არის შვეიცარიაში ყველაზე დიდი იტალიურ ენოვანი ქალაქი, რომელსაც ძალიან ხშირად შვეიცარიის მონტე-კარლოსაც უწოდებენ. შვეიცარია ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა არა მთებით, რომელიც საქართველოში მრავლად და არამედ ტბებით. ყველა ნაბიჯზე იყო ტბა და ყველგან შეგეძლო რომ გეცურავო. მეორე მხრივ კი ტრანსპორტი იყო უძვირესი და მეტირებოდა ისეთ თანხას ვიხდიდით თითოეულ მატარებელში. მოკლედ ციურიხიდან ჩამოვედით ლუგანოში და დავბანაკდით სასტუმროში, რომელიც ძალიან უცნაური იყო. არაფერი არ მუშაობდა, მაგრამ ჰქონდა კონდიციონერი, რაც ხოთაშორის სხვაგან არსად არ შევხვედრია. მე ეგრევე დავიწყეთ კბობა ხედებით და რაღაც კადრებიც გადავიღე და მალევე გამოვედით გარეთ. საოცრად ცხელოდა და სიცხეში ვკარგავ ყველანაირი ენერგიას, უბრალოდ არსად არ მინდა სიარული. თუმცა ერთი დღე მქონდა დარჩენილი და ჩემი ოცნების ქალაქი აუცილებლად უნდა მოინახა საკმაოდ კარგად. ეს არის ტბა ლუგანო და დასახლება. თავად ქალაქი არის შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი იტალია. ხალხი იტალიურად საუბრობს, კვების ობიექტები იტალიურია და ზოგადად იტალიური ტემპერამენტი იგრძნობა ყველაფერში. აქ რატომღაც როდის ეგონა რომ გავიქცეოდი ამ ამბავზე, მაგრამ ისეთ ცხელოდა რომ პირიქით თავი შეუშვირე ამ წყლის ხეფებს. მოვხვდით ერთ-ერთ პარკში, რომელიც იყო ძალიან გამწვანებული, სასიამოვნო, შედარებით უფრო გრილო და აქვე იყო პატარა ბიბლიოთეკა, საიდანაც შეგეძლოთ რომ აგეღოთ წიგნი და აგეკითხათ და ასევე სანაპირო, სადაც ადამიანები გრილდებოდნენ წყალში. თუმცა ჩვენ გადავწყვეტეთ რომ გადაგვენაცვლა მდინარისკენ, სადაც ნაკლები ხალხი იყო და ცოტა ჩვენც გავგრილდით. როდის ქონდა საქმე, ამიტომაც გავმოვიდით სასტუმროში, მე გამოვიცვალე და ისევ გამოვეშურე სანაპიროსკენ ამჯერად მარტო. სადაც ასეთი საოცარი ხედები იშლებოდა. მოვძებნე ისეთი ადგილი, სადაც მხოლოდ მე და გედები უნდა ყოფილიყავით. კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა გარშემო და ძალიან მომწონდა ეს ფაქტი, თუმცა ცოტა ხანში უკვე მოვიდა ადამიანების ნაკადი. თან ძალიან ხმაურიანები იყვნენ. თითქმის მორჩი ჩემს წიგნს სიდჰარტას, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. თუმცა არ დაგემალავთ და ცოტა უფრო მეტი მელოდინი მქონდა მისგან. ეს უცნაური და ძალიან საყვარელი ქალი მოვიდა, რომელიც აპყრობდა გარშემო ფრინველებს. თუმცა ცოტა უცნაური იყო, სიმართლე გითხრათ, როდესაც დავინახე, რომ წყალში დაიწყო გადაყრა საჭმელი, სადაც ეს ადამიანები ცურავდნენ. პირდაპირ სახეს შეაყრი და დემონსტრაციულად, რაც მე მგონი, რომ ცოტა უპატივცემულობაც იყო. კიდე უნდა გაიჭე და მერე ამოვიდა, ამასობაში როიც მოვიდა. იმდენად სუფთა ქუჩები, რომ შეგიძლია უბრალოდ ფეხში შველმა იარო და არაფერი არ დაგემართოს. ამასობაში ავბრუნდით კვლავ სასტუმროში, გამოვიცვალეთ და გავემზადეთ სავახშმოდ რესტორანში წასასვლელად. სადმე თუ რამე აღმართი იყო, ყველგან მიმიყვანა. ყველაფერი მტკივა მართლა. ესეც ადგილობრივი ღვინო, რომელიც საკმაოდ მომეწონა.